2006 წლამდე კი მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა. ჩვენ ვიწყებთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან, ჩვენი პირველი სტუმარია ნიკა მელია, ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. ბატონო ნიკა, გამარჯობა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თუ დავაკვირდებით ფონს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ხართ დასახელებული ჯერ ოფიციალურად კანდიდატად, ადასტურებთ ამის შესახებ მოლაპარაკებებს, უკვე რაღაც თბილისის პრობლემებით დაკავდით, თუ არ ვცდები გდანში იმყოფებით, ეხლა იქნებ გვითხრათ, მართლა ჩამოყალიბდა თუ არა პარტია თქვენი კანდიდატურის ირგვლივ. კი ბატონო, მოგესალმებით. დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი თუ ვინ იქნება განახლებული ჩვენი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მიმდინარე ადგილობრივ არჩევნებზე. სულ რაღაცა 2-3 კვირაში ჩვენ საჯაროდ გავხდით უკვე ბუნებრივია, თუ საჯაროდ გავხდით არამედ წარდგენა გვექნება მერობის კანდიდატისა თბილისში დაახლოებით მაისის ბოლოს, მაქსიმუმ მაისის ბოლოს და არ დაგიმალავთ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ახლა პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებს შიგნით, ეს იქნება პოლიტიკური საბჭო თუ ეს იქნება რაიონული ორგანიზაციები, ვარ მე ერთ-ერთი ამ წუთისთვის განიხილება ორი კანდიდატურა. ეხლა შეიძლება თქვენ ჩათვალოთ რომ რაღაცას გიმალავთ, მაგრამ მერწმუნეთ საბოლოოდ გადაწყვეტილი რომ ყოფილიყო პირდაპირ აიხავე თქვენს ეთერში დაგიდასტურებდით, მაგრამ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, მე დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა ვარ იმ საკითხებით ძირითადად დაკავებული, რომელიც თბილისს და თბილისელებს ეხება. მე მგონი ამას ვინც ყურადღებით აკვირდება. შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ მეორე კანდიდატურა, რომელიც განიხილება, ეს არის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას მისი ყველაზე სკანდალური და სადაოხრილობის დროს შეუერთდა. დიახ. არა, არა, ბატონო გრიგოლის კანდიდატურა აღარ განიხილება თბილისის მერობის კანდიდატობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბატონო გრიგოლი აქტიურად არ ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში. იგი ჩართულია თავიდან ბოლომდე, ჩვენ აქტიურად მუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც ასევე მერობის კანდიდატის წარდგენისას იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, ბევრი ახალი სიახლე იქნება, ახალი ელემენტები, კომპონენტები შეტანილი ამ განახლებული ნაციონალური მოძრაობის გუნდის მიერ და ერთი სიტყვით სულ 2-3 კვირაში თქვენს მათ შორის გეცოდინებათ თუ ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც იბრძოლებს თბილისში გამარჯვებისთვის. და ის რომ ახლა მე გდანში ვიმყოფები, ახლა ძალიან ხშირად ვარ, მე აქ ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე, გდანი არის ერთ-ერთი დიდი რაიონი თბილისში და მე არასოდეს არ შემიწყვეტია იმ საკითხებთან, ასე ვთქვათ, იმ საკითხების გარშემო ტრიალი, რომელსაც ქვია თბილისის ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ვარ პარლამენტში და სხვა რეალური, ასე ვთქვათ, ეროვნულ დონეზე პრობლემებიც უამრავი არსებობს, მაგრამ რეალური პოლიტიკა იწყება ნამდვილად აი აქედან, გდანიდან, ნაძალადევიდან, ჩუღურეთიდან, აქ არის რეალური ხალხი, აქ ცხოვრობს, დიახ, საბურთალოზე, ვერაზე, ვაკეში, ხალხს უნდა ვესაუბროთ და ხალხთან ახლოს უნდა ვიყოთ. ვირტუალური ხალხი საცხოვრობს, აბა. პარტიის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის რეალური ხალხი თუ გდანში და საბურთალოზე ცხოვრობს, ვირტუალური ხალხი საცხოვრობს, ანუ რისი თქმა გინდათ ამით? გეტყვით, პოლიტიკოსები ვიგულისხმე არიან ვირტუალურები არიან? კატეგორია თქვენ დამეთახვები, რომლებიც უბრალოდ პარკეტის პოლიტიკის წარმოებით არიან დაკავებულნი და მათ გონიათ, რომ უბრალოდ რაღაცა საინფორმაციო გამოშვებებში გამოჩენა და რაღაცა სინქრონის ჩაწერით და კომენტარის გაკეთებით ან რომელიღაცა თოქ-შოუში ან დებატებში, ასე ვთქვათ, მონაწილეობა, აი ეს მიაჩნიათ მხოლოდ პოლიტიკის არის განუყოფელი ნაწილი. ბატონიკა, თქვენ თქვით, რომ გრიგოლ ვაშაძე აღარ განიხილება. ეს ნიშნავს თუ არა, რომ გრიგოლ ვაშაძე განიხილებოდა, უბრალოდ მოიხსნა მისი კანდიდატურა დღის წესრიგში
იქიდან და შეგიძლიათ გითხრათ ვინ არის თქვენთან ერთად კანდიდატი, იმიტომ რომ თქვენი გაყოფის შემდეგ რაღაც ლიდერების მრავალფეროვნებით დაიკვეხნის დღეს ნაციონალური მოძრაობა, ანუ ყავთ კიდევ შესარჩევად ბევრი ეს არჩევანი განიხილებოდა ბატონი გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა, ეს ერთი და მეორე არ შემილია, არ შეგისწოროთ, უბრალოდ კი უნდა, რა თქმა უნდა, მამას ვასი წარმოაჩინოს, თითქოს გაიყო ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ნუ არ არის ესე და მე მგონი ამასში უკვე ეჭვს არავის არ ეპარება, უბრალოდ გამოიყო ნაციონალური მოძრაობას გუნდი, რომელმაც ჩამოაყალიბა თავისი პოლიტიკური გაერთიანება, ისინი აპირებენ დამოუკიდებლად იყარონ კენჭი, როგორც ვიცი, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, მე მათ წარმატებას უსურვებ. ბუნებრივია, საარჩევნო კამპანია იქნება, თუ კი ისინი იქნებიან, ასე ვთქვათ, წარმატებულები, მხოლოდ გამიხარდება და არანაირი პრეტენზია ბუნებრივი არ მექნება. მაგრამ ის რომ ხა გუნდი გაიყო, ამაში ვერ დაგითახებით, გუნდში რას გულისხმობთ? პოლიტიკოსებს თუ ხარდაჭერებს, რას გულისხმობთ? პოლიტიკოსი არ არის, გუნდი არ არის, პოლიტიკური პარტია არ არის 2, 3, 4 პოლიტიკოსი. დამერწმუნეთ, ხო? პოლიტიკური პარტია არის ამომრჩეველთა უდიდესი არმია, რომელიც იყო და დარჩა ნაციონალურ მოძრაობასთან და რა თუ არა, ადგილობრივი არჩევნები იქნება, საუკეთესო ლაკმუსის ქაღალდი და ტესტი და მე მიმდევრი მაქვს, რომ ამის შემდეგ არც თქვენ და არც თქვენ ერთხელ უკვე იყავით ამ მარათონში. აღარ გაეპარებათ. ბატონიკა, თქვენ ერთხელ უკვე იყავით ამ მარათონში, გააქვთ სურვილი, რომ გასაგებია, რომ პარტიამ შეიძლება შეაჩეროს თქვენზე არჩევანი, თქვენ პირადად თუ გაქვთ სურვილი, რომ ამ მარათონში მეორედ იყოთ ჩართული. ბუნებრივია, არა, აქ არ არის. ერთხელ ვიყავ, ჩვენ არა ვართ სამწუხარო, ჩვენ არ გვიწევს ნორმალური პოლიტიკური გარემოს პირობებში საქმიანობა. მათ შორის პოლიტიკის კეთებას არ გვიწევს, ხო? ეს არის უბრალოდ ის ვითარება, რომელსაც თქვენ ძალადობრივი გარემო. დიახ, იანიშვილმა ძალადობრივი გარემო და რეალობა შექმნა, ამ ძალადობრივი რეალობისა და რეალობის დამარცხებას ვაპირებთ ამ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი არის ძალადობრივი გარემო და სად არის ბატონიკა? ასე დიდარი ადამიანი, იგი ცდილობს, თუ შეიძლება დავასრულებ, ძალიან ცუდად მესმის. იგი ცდილობს, რომ ყველანაირად მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, წამოვიდნენ დედაქალაქის მერიაში. დაახლოებით 2500 თანამშრომლით მეტი მუშაობს 2014 წლიდან, ანუ დღიდან, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ვიდრე მუშაობდნენ 2014 წლამდე, ანუ სამ ნაციონალურ მოძრაობა იყო თბილისის თვითმმართველობაში. რამხელა სხვაობა 2500 თანამშრომლით მეტი. ანუ შეგიძლიათ თქვენს ან ნებისმიერმა ადამიანმა დაადასტუროს, რომ ქალაქში უფრო მეტი საქმე კეთდება, უფრო მეტი ასე ესტაკადები შენდება, გვირაბები შენდება, ან გზა დაიგო, ან სოციალური პროექტები გამვითარდა. არა, პირიქით, მოძრაობა არა წინ, არამედ უკან. და მე მგონი ყველანი უკანასკნელი 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში, ძალიან სუბიექტური ადამიანი თუ არ არის პოლიტიკურად, დარწმუნდა, რომ ქართულ ოცნებას არათუ უბრალოდ არ შეუძლია საქმის კეთება, უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია. 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში. ბატონიკა, ამორჩეველი შეაფასებს, ვის რა შეუძლია, მე მინდა ერთი შეკითხვა. გასაგებია. ამორჩეველი შეაფასებს, ვის რისი კეთება შეუძლია, მე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენ ახსენეთ, რომ წინა წლებში, ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში უფრო მეტი გაკეთდა ვიდრე ნარმანიას დროსო. ვინ მიიწერს ამას აქტივად საკუთარ თავზე? გუნდი, სადაც უკაცრავად დავასრულებ შეკითხვას, გუნდი, სადაც გიგი უგულავა არის, ვთქვათ, მისი წევრი, თუ თქვენ და თქვენი გუნდი, ნაციონალური მოძრაობა და სანამ თქვენ ამ შეკითხვას ბატონიკა, სანამ შეკითხვას უპასუხებთ, მე მინდა მიხეილ სააკაშვილის ერთი ინტერვიუს ფრაგმენტი გავუშვა ეთერში და შემდეგ იმედია კარგად გაიგონებთ, თუ არა აუცილებლად გადმოგცემთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. კი ბატონო. დიახ. ახალგაზრდა ადამიანი ჯანმრთელობით ახსავს. რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში, მხოლოდ იმისათვის, რომ რაც შეელო და როგორც შეელო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა ამ რთული უბნის თბილისის განვითარებაში და წინწლაში და წინწაწევაში.
ბატონი კაი მიხეილ სააკაშვილი ამბობს გიგი უგულოვაზე რომ ის მე მეხმარებოდა ამ რთული უბნის წინ წაწევაშიო. ეს ნიშნავს თუ არა რომ მე მეხმარებოდა, ნიშნავს თუ არა რომ რეალურად სააკაშვილი იყო და თქვენ თქოთ უგულოვას თელამ აქტივს მისი მერობის დროს რაც შეიძლება ევროპულმა საქართველოს მაგალითად გამოიყენოს საარჩევნო კამპანიაში მთლიანად აპირებთ რომ თქვენ გუნდს თქოთ მოუმატოთ ეს აქტივი. ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება, რასაც უნდა იმას გამოიყენებენ და ვერავინ ამას ვერ დაუშლის მათ, მაგრამ თავარი რამ და ფუნდამენტური შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩვენ. როდესაც საუბრობთ გუნდზე, ეს არის გუნდი და არა 1, 2 და 3 პოლიტიკოსი. არც მიხეილ სააკაშვილი, არც გიგი უგულოვა, არც არ ვიცი კიდე რომელიმე სხვა ლიდერი, რომელიც იყო ძალიან საფასუხისმგებლო თანამდებობაზე წლების განმავლობაში, მათი დამსახურება მხოლოდ არა, მთლიანი გუნდის დამსახურება არის. აი თუნდაც გდანის გამგებლისა, ხო, რომელიც მუშაობდა წლების განმავლობაში ჩუგურეთის გამგებლის, ვაკის გამგებლის, ეს იყო გუნდი, შემდგარი ასობით ადამიანისგან. ამიტომ მათი კრედიტია და მათი დამსახურება მათ შორის იმ ადამიანებისა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის რომ ჩემთვის ახლა მიუღებელია ბატონი უგულოვას საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა, არ მინდა ახლა განზრახს საუბარი და მოვა დრო და ბევრ რამეს კიდევ გავიგეთ რა ფორმით და როგორ და რანაირად მოხდა ასე თქო რიგი საკითხების გადაწყვეტა. მე არ ვაპირებ რომ მისი ასე თქო დამსახურებები წყალს გავატანო. უბრალოდ როდესაც ადამიანი წარმატებული არის გარკვეულ ეტაპზე და მე ძალიან ჩემის აზრით ამორალურ და უზენაო საქციელს ჩაიდინა, თანაც ისე რომ ცნობილია ეს რამდენიმე ადამიანისთვის ძალიან მკაფიოდ, უბრალოდ საწყენია და ტკინვეული იყო ჩემთვისაც, მაგრამ ნუ ღალატია და მე ანუ ასე აფასებთ ისევ ამ საქციელს? იმას რაც მოხდა, თუმცა რა თქვენ ახსენეთ, წარმოუდგენელი არის, რომ ის დამსახურება ადამიანს დავუკარგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ანუ ვისაც ქონია შეხება მუნიციპალიტეტთან, ეს არის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი, ყველაზე დიდი თვითმმართველობა თბილისის, სადაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება კატეგორიას მოქალაქეებს და თბილისელებს გონიათ, რომ იქ უბრალოდ დასასვენებლად არის. ეს არის ჯოჯოხეთური შრომა 24 საათის განმავლობაში, უბრალოდ ძალიან საწყენია, რომ უკანასკნელი საათების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ბატონი ნარმანდიას მეშვეობით ვერაფერი წინ ვერ წაწია, ვერც ერთი პროექტი ვერ განახორციელა. შეიძლება სხვა პოზიცია ქონდეს. რომელი საათია? იქ ალბათ დია დავასვლა. 3:20 წუთია და რეალურად პიკის საათი როგორც ასეთი არ არსებობს. აი ხო ხედავთ ხო მოძრაობა, ზოგიერთი მოძრაობა. აქ უნდა გაკეთებული იყო მაგალითად შეშეძლო გობრონიძეს კვეთაზე ის დაკარგა. აი საარჩევნო კამპანია როდესაც დაიწყება ბატონიკა ამ კონკრეტულ თემებზე შემდეგ ვისაუბროთ. მე ესეთი შეკითხვა გამიჩნდა, როცა შეცდომებზე და ხარვეზებზე საუბრობთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მაშინ ყოველთვის უყვარს თქვენს გუნდს პერსონიფიცირება და იმის თქმა, რომ რაღაც კონკრეტული ადრესატები ყავს ამას და რომ კოლექტიურად ეს ვერ იქნებოდა ჩადენილი. ხოლო წარმატებები გიყვართ რომ კოლექტიურად, ეს თქვა, წარმატება კოლექტიური იყოს, ხოლო ხარვეზი პერსონიფიცირებული. წარმატება, პოლიტიკური პასუხისგებლობა, როგორც წარმატებისა და წარუმატებლობისა, რა თქმა უნდა, მოდის გუნდზე. უნებრივია შეცდომები ქონდა ყველა გუნდს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ნაციონალურ მოძრაობამ იმ წლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და გარღვევა მოახდინა რეალურად დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში. უბრალოდ ეს იყო შეცდომების კვალდაკვალ ბევრი რამ გაკეთებული, მაგრამ განახლებული ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომლის ფარგლებში ხა პრაქტიკულად პირდაპირ და გითხრათ ყოფილი თავრობის ან ქალაქის თავრობის რამდენიმე წევრია მარტო. ანუ მე ვიყავ ერთი წლის განმავლობაში თავრობის წევრი, ან როგორც გამგებელი თაცმიდი და თუ არ ვშტები ორი კიდე ჩემი კოლეგა. დანარჩენები აბსოლუტურად დღეს ჩვენს გვერდით არ არიან. ეს არ მინდა მე ამის თქოს კარგია თუ ცუდია, მაგრამ ეს არის განახლებული გუნდი და ამას უსმენ მე ხას და თუ რას ნიშნავს განახლებული გუნდი, ამას დაინახავს საზოგადოება. განახლებული გუნდი ნიშნავს მეტ ენთუზიაზმს, მეტ ასე ვთქვათ მონდომებას, ახალ პროექტებს, ახალ საარჩევნო ასე ვთქვათ პროგრამას და ახალ მიდგომას ზოგადად. თქვენ წინა არჩევნებზე ამბობდით, რომ არ იყავით პოლიტიკოსი და ეს იყო თქვენი უპირატესობა. წელს ეს უპირატესობასაც ამ უპირატესობას დაკარგავთ, როგორც თუ შეჩერდება არჩევანი თქვენზე, როგორც მერობის კანდიდატი. არა, მე პირდაპირ გეტყვით, ის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც
დღეს უკვე მე საბოლოოდ არ მაქვს თანხმობა განცხადებული თბილისის მერობის კანდიდატობაზე არის ის, რასაც თქვენ ახლა მეკითხებით და რას გულისხმობ. თუკი მე დავთანხმდები თბილისის მერობის კანდიდატობაზე, ბუნებრივია ნიშნავს, რომ თელი ჩემი ენერგია, თელი ჩემი ყურადღება და ძალისხმევა უნდა მოვახმარო მხოლოდ თბილისს და ფიზიკურად ერთი როცა მექნება და არც საშუალება რომ ისეთ საკითხებზე ვისაუბრო, რომელზეც როგორც პარლამენტის წევრი საუბრო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრისთვის ეს არის უბრალოდ რაღაცა მინუსი. შეგიძლია ჩემი ტრიბუნა გამოიყენო, უბრალოდ თბილისელება უნდა იგრძნო, რომ ეს ადამიანი გამარჯვების შემთხვევაში იქნება მათ გვერდზე და არ იქნება უბრალოდ ისეთი საკითხებით დაკავებული, რომელიც არ არის თბილისის მერის კომპეტენციაში. ეს არის და ეს რასაც მე მასში გულისხმობ. ბატონიკა, ორი მადლობა თქვენ ჩემ. ამავე დროს იყოს. თუ შეიძლება დავასრულებ, თბილისის მერი არ შეიძლება იყოს ამავე დროს მაგალითად თბილისის პარტიის თავმჯდომარე ან ასა პოლიტიკური საბჭოს მდივანი ან არ შეიძლება პარტიაში ჩემის შეფასებით იკავებდეს რაიმე თანამდებობას. გამარჯვების შემთხვევაში მე აუცილებლად დავტოვებ ყველანაირ პარტიულ თანამდებობას. ეს არის ცხადზე უცხადეს. კარგით, ორი მადლობა ჩემგან, იმიტომ რომ ძალიან ადრეა არჩევნები და თქვენ დაგვთანხმდით ამ თემაზე საუბარს და ასევე ძალიან ექსტრემალური ადგილიდან გვერდთვებოდით ყველა მიკროავტობუსის გამოჩენაზე, მეშინო და რაიმე ხიფაც არ გადაყროდით. დიდი მადლობა ბატონ ნიკამელიას, რომელიც გვერდთვებს. კორცხელი ჩვენ ისეთი შრატი გვაქვს ალბათო დიანა გაკეთებული კორცხელის შემდეგ რომ წარმოუდგენელია. დიახ, ეს არჩევნები იქნება უნიშნულოვანესი რა თვალსაზრისით ერთი მხრივ პროექტები რომელიც მე დავასახელი უნდა განხორციელო ვერ მოვასწარ და მეორეს მხრივ ერთგვარი მართლა რეფერენდუმი იქნება კი თუ არა ბიძინა ივანიშვილის. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ? გასაგებია, რამდენიმე რეფერენდუმი გაიარა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობით? კარგი, ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები იყო იგივე რეფერენდუმის სტილის. დებისმეერ თბილისის დიდი მადლობა. ნიკამელია, ნაციონალური მოძრაობა პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე უნდა დაგემშვიდობოთ, რომელიც განიხილება ყველაზე აქტიურად ამ მოძრაობის მერობის კანდიდატად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც წელს იმართება, ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ საარჩევნო მარათონის კონტურები უკვე გამოკვეთილია. რას იზამენ